ბოლო დროის ერთ-ერთ გახმაურებულ და შემზარავ დანაშაულზე განაჩენი გამოტანილია 34 წლის მამაკაცი ცოლის განზრახ გენდერის ნიშნით მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. საქმის მასალების მიხედვით ქმარმა მეუღლეს ბავშვების თვალწინ ბენზინი გადაასხა და დაწვა. ბრალდებულ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ის დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს. მოსამართლის ვერდიქტს არ ეთანხმება დაცვის მხარე, რომელსაც სისხლის სამართლის საქმის კვალიფიკაციის ნაწილში შენიშვნები აქვს. მუხლის კვალიფიკაციას და ბრალდებას მეზობლების ჩვენებებითაც ამყარებს ბრალდების მხარე. 34 წლის თემურ ყარალაშვილს, რომელმაც 3 მცირეწლოვანი შვილის თვალწინ საკუთარი მეუღლე 25 წლის გალინა ნოზაძე დაწვა, მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ რევაზ ნადოიმ უვადო პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ თემურ ყარალაშვილი დამნაშავედ ცნო განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ განზრახ მკვლელობაში. სასამართლომ განსხვავების მიღებისას პირველ რიგში მხედველობაში მიიღო ჩადენილი დანაშაულის შინაარსი, შემზარავი სისასტიკე, რომელიცაც ჩადენილი იქნა ეს უზნეო ზნეობრივი ნორმების მიღმა ქმედება. ბატალია ბრალდებულმა ბრალდების ხარისხისებრიული სრული მოსულობით გახადა უდაოდ რითაზმებრივი ხელი შეუწყო საქმე მასაჯულების განხორციელებას, თუმცა სასამართლო მიიჩნია, რომ ეს გარემოება ამ კონკრეტულ შემთხვევაში საფუძვლად ვერ დაედებოდა ბრალდებულის მიმართ სასჯელის ნაწილში რაიმე შერავათების მიღების. განაჩენამდე ბრალდებულმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა. ჩავიდინე სამწუხაროდ დოლთან მახსოვს აგრესია დამგართენ წამს. ამდამ აგარგინა გონება მასეთი რამე ჩავიდინე. я მაშინ თავს ვეღახათი ერადოს ძალიან წუხობდა პედაგოგიური დაცვის მხარის პოზიციით მსჯავრდებული აღიარებს, რომ საწვავი საკუთარ მეუღლეს შეასხა, ცეცხლი წაუკიდა და გარდაცვალება ამ ქმედებამ გამოიწვია. აღიარებს ამ ქმედების განსაკუთრებით სისასტიკესაც, თუმცა არ აღიარებს გენდერის ნიშნით ჩადენილ მკვლელობას. ადვოკატი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული იყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ეს მუხლი კი შედარებით მსუბუქია და 10-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდებულმა დაზარალებულს შემოაფარა ქურთუკი და უმალვე მიიღო ზომები მის საშუალებლად. უცხოელთა შორის კონფლიქტი არ იყო კავშირში გენდერთან. თან ასევე კვალიფიცირებელ გარემოებასთან ბრალდების მხარემ აპელირებას აკეთებდა ასევე იმ გარემოებაზე, რომ ბრალდებულის მხრიდან ძალადობას არაერთხელ ჰქონდა ადგილი და ამის დამადასტურებლად მოყავდა მეზობელი მოწმეთა ჩვენებები. თუმცა მოწმის ჩვენება რამდენად შეიძლება გახდეს საფუძველი იმისა, რომ პირს მოძალადი სტატუსი მივანიჭოთ, მაშინ, როდესაც არ არსებობს მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, მის მიმართ არასოდეს გამოცემული შემაყალბელი დამცავი ორდერი. ბრალდების მხარის პოზიციით 2024 წლის 12 ნოემბერს ღამით სახლში ნასვა მდგომარეობაში მისულმა მსჯავრდებულმა საკუთარი მეუღლის მიმართ აგრესია სწორედ გენდერის ნიშნით გამოხატა, რაც საკუთარი მცირეწლოვანი შვილების თვალწინ დედისათვის ცეცხლის მოკიდებით დასრულდა. პროკურორი უთითებს მეზობლების იმ ჩვენებებზეც, რომელიც მანამდე წლების განმავლობაში სწორედ გენდერის ნიშნით მსჯავრდებულის მხრიდან გარდაცვლილზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე საუბრობენ. სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი არის ბრალდებულის მამის ჩვენება, რომელიც არის გარდაცვლილი ამ ეტაპზე, თუმცა მისი ჩვენების მიღმა არის ასევე სხვა მოწმეთა ჩვენებები, ასევე სხვა მტკიცებულებები, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რომლითაც ერთობლიობაში დასტურდება, რომ ქმედება გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით იყო ჩადენილი. ბრალდებული დაზარალებულს როგორც ქალს არათანასწორუფლებიანად მოიხსენიებდა, მიმართავდა საზოგადოების თვალწინ დამამცირებელი უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა. როგორც ირკვევა, მოკლულის ოჯახმა გალინა ნოზაძეზე ძალადობის შესახებ იცოდა, თუმცა როგორც დედა ამბობს, მის შვილს მეუღლის მხრიდან დამცირების და ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ გახმაურება არ სურდა. სიკვდილამდე კლინიკაში შვილმა, რომელსაც 53%-იანი დამწვრობა ჰქონდა, დედას უთხრა, რომ მისი მეუღლე და მამამთილიც დასაჭერები იყვნენ. საქმის მასალების მიხედვით ქალზე ფიზიკურად მამამთილიც ძალადობდა. დაზარალებულის უფლებამონაცვლე ამბობს, რომ
1 წლის, 3 წლის და 5 წლის შვილიშვილებს ფსიქოლოგიური დახმარება დღემდე სჭირდებათ. დედა ამბობს, რომ მისი შვილი ძალადობის მსხვერპლი პირველ ქორწინებაშიც იყო და მისი ყოფილი მეუღლე ოჯახურ ძალადობაზე 2 წელი პატიმრობაშიც იმყოფებოდა. როგორი განაჩენიც არ უნდა ყოფილიყო, მე მაინც შვილს ვერავინ ვერ დამიბრუნებს. მისი 3 პატარა ვერასოდეს ვერ ნახავს თავის დედას და დღემდე ფიქრობ და ელოდებოდა მისი შვილი, უფროსი შვილი, რომ დედიკო ცუდად იყო, მოარჩევდნენ ექიმები და დაბრუნდებოდა. ყოველ ღამე ბავშვები მისი მით იძინებენ, დედიკო, მინატრება დედიკო, მინდა დედასთან, მინდა. მას უზღუდავდა თუნდაც ტელეფონით სარგებლობას, გარდა მაგისა აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, არ მოწონდა მისი გაკეთებული არაფერი, შეურაცხყოფას აყენებდა როგორც დედას, როგორც ქალს და იყო არაერთი ფსიქოლოგიური და მათ შორის ფიზიკური ძალადობის შემთხვევა, რაც მეზობლებას დაადასტურეს. იმ დღეს უშუალოდ იყო არაფრისამ მდგომარეობაში ბრალდებული და ამასთან დაკავშირებით შენიშვნა მისცა გალინა ნოზაძემ და უთხრა, რომ არ დაელია მეტი და სწორედ ამან გამოიწვია მისი გაბრაზება. მას არ ჰქონდა უფლება, რომ რამე შენიშვნა მიეცა მეუღლისთვის. შემზარავი დანაშაული 2024 წლის 12 ნოემბერს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მოხდა 20 კვადრატულ სახლში, სადაც მსჯავრდებული 3 მცირეწლოვან შვილთან, მეუღლესთან და მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. 112-ში მსჯავრდებულის დედამ დარეკა, მას არ უთქვამს, რომ ცეცხლი რძალს მისმა შვილმა წაუკიდა. მან თქვა, რომ ცეცხლი სახლს წაეკიდა და გოგო დაიწვა. ექსპერტიზამ მსჯავრდებულის ხელებზე დამწრობა და საწვავის კვალი აღმოაჩინა. ასევე 5 წლის ბავშვმა საკუთარი თვალით დანახული სურათი აღწერა, რის შემდეგაც გამოძიებას ჩვენება მსჯავრდებულის მამამაც მისცა და მისი შვილის მხრიდან ჩადენილი ქმედება აღწერა. მოგვიანებით ყარალაშვილმაც აღიარა მეუღლის დაწვის ფაქტი. მიღებული დამწრობის შედეგად გალინა ნოზაძე კლინიკაში 1 თვეში გარდაიცვალა.